საღამოშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ რადიო სივრცეს FM 98-სა და 5-ზე. ასევე უყურებთ ჩვენს Facebook გვერდზე. მე ვარ ჟურნალისტი ეკა ვეფხვაძე და ჩვენ ვიწყებთ გადაცემას ორკვირიანი ასეთი პატარა შესვენების შემდეგ საპატიო მიზეზების გამო ბრუნდებით ეთერში. დღეს რა თქმა უნდა საუბრობთ საშინაო საგარეო პოლიტიკურ თემებზე და ჩვენი სტუმარით გახლავთ ხალხის ძალის წევრი ზურაბ ქადაგიძე. მე მას მივესალმები საღამოშვიდობის. საღამოშვიდობისა დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები. მადლობა თქვენ მოგზანებისთვის. ბატონო ზურაბ, ბევრი თემები დაგროვდა სხვათა შორის შინ და გარეთ და ამიტომ რაღაცნაირად უნდა შევეხოთ ყველა ამ თემას, მით უფრო რომ ხალხის ძალა უკვე ოპოზიციაშია და ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრებებიც, გასაგებია ისიც, რომ რაღაცნაირად თანხმედრაში მაინც ხართ ქართულ ოცნებასთან და რაღაცა რადიკალური ოპოზიციურ სპექტრს არ წარმოადგენთ, მაგრამ პარლამენტშიც ვიხილეთ, ხო, რაღაც საკითხებზე ხალხის ძალის წარმომადგენლების შენიშვნები, ასე ვთქვათ, იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტში რაც არის ინიცირებული და ასეთი რატომღაც ბოლო დროს აღმოჩნდა ბევრი. პირველ რიგში მინდა გკითხოთ თქვენი მოსაზრება, რატომ გახდა საჭირო აი ამ კანონპროექტების ინიცირება, რას მოასწავებს ეს, რამდენიმე მათ შორის მაუწყებლობის შესახებაც, რაც ალბათ ჟურნალისტებისთვის ყველაზე მეტად საინტერესოა და მოდი თქვენი მოსაზრება მოვისმინოთ ამაზე, რატომ გახდა აი ამდენი კანონპროექტის ინიცირება აუცილებელი და საჭირო ეხა აი ამ პერიოდში. რამემ გამოიწვია ეს თუ აი რატომ? მე თუ მკითხავთ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ცოტა გვიანაც არის ეს და რაღაცნაირად თუ კი ამ კანონპროექტების ახლა ინიცირება და შემდეგ ამოქმედება რაღაცნაირად ოპერატიულად დაზღვევის ფუნქციას შეითავსებს, ძალიან კარგი იქნება. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ როდესაც ვაფასებთ რეალობას და კონტექსტიდან გამოვდივართ და კონტექსტი არის ის, რომ საქართველოში რეალურად სიტყვის თავისუფლებას ახლა რადგან მაუწყებელთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებითაც მაქვს ჩემი მოსაზრებები, ამასაც გეტყვით. ამ თემასთან დაკავშირებით, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ მაუწყებელზე და ზოგადად, როდესაც საქართველოში დამკვიდრდა ასეთი შეიძლება ითქვას რაღაცნაირად პარაზიტული რაღაცნაირი შეიძლება ითქვას რეალობა, როდესაც რაღაცა სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ადამიანები პარაზიტობენ რეალურად გავლენებზე და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებით შეცვლაზე და ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ იმისათვის, რომ რეალურად არსებული კანონმდებლობა არანაირი ქარტია დამიჯერეთ, ხო ხედავთ რეალობას, აი კონტექსტს ამიტომ ამბობ. არანაირი ქარტია, არანაირი ჟურნალისტთა შეთანხმება, არანაირი მანიფესტი არ მუშაობს საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ რიგი მაუწყებლები პოლიტიკური აქტორების ხელში იქცნენ პარაზიტებად. ამიტომ არის აუცილებელი, რომ საზოგადოება იქნას მაქსიმალურად დაზღვეული და რაღაცნაირად ის სეგმენტი გადარჩენილი გონებისა, ახლა რაღაცა იმ საერთო მასშტაბით გულისხმობ, გადარჩენილ გონებას მიეცეს საშუალება რეალურად მართლა მიიღოს რეალური ინფორმაცია, ობიექტური ინფორმაცია, ოღონდ აქ არ არის საუბარი, რა თქმა უნდა, სამხრივ დამოკიდებულებაზე, რომ შეიძლება თქვას იმდენად სტერილური გახდეს პროცესები, რომ აქ რაღაცა არსებობს, რა თქმა უნდა, ეხლა ამ კანონში გასაგებ რომ ვაკოპირებთ რაღაცას, ხო, მთლიანად არ ვაკოპირებთ ბრიტანულ კანონზე აქ საუბარი, მაგრამ შიშები მედიაში რა თქმა უნდა არსებობს, რომ შეიძლება შეეთხოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, ან ისე იყოს ეს მოწოდებული, რომ ფაქტობრივად არ ვიცი, სათქმელიც ვერ ითქვას. ხო, ეს ცოტა უტრირებული მგონია ახლა, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი კანონის ასე პერსპექტივაში წარმოდგენა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვთქვათ პირობითად ესე ძალიან უხეშ შედარებას მოვიყვან, თუ გვაქვს რაღაცა უმაღლესი მუხლი სადამსჯელო რაღაც მარტივი ენით ხსნი ამ შემთხვევაში რაღაცა უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება რომელიმე ჯგუფმა დააყენოს და სიკვდილის დასჯაც ვთქვათ რაღაცა დააკანონოს და ამ ჩვენ ახლა ასეთ შიშებზე თუ ვისაუბრეთ რომ არ მივიღოთ კანონი იმის გამო რომ შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს ამიტომ არის საჭირო და ამიტომ მიდის ზუსტად რეალური მსჯელობა ახლა პარლამენტში ამიტომ დავინახეთ ძალიან კარგად გამოჩნდა რეალურად ოპოზიციის
როლი, როდესაც განსხვავებული აზრი დააფიქსირეს და ძალიან კარგია რომ მართლმა პოლიტიკურმა ძალამაც მომენტალურად ძალიან ოპერატიულად მიიღო ეს შენიშვნები ჩვენი ლიდერის ბატონი სოზარ სუბარის ასევე ეკა სეფაშვილის ამას საუბრობ მე რომ მაგაზე რა შიშიც არის იმის რომ გასაგებია რომ დღეს უკვე ოპოზიციაში ხალხის ძალა და გუშინ ვნახეთ იქ რაღაც გარკვეული შენიშვნები ქონდათ ხო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მაგრამ რამდენად უწევს ხალხის ძალა ოპონირებას და რამდენად იქნება ისეთი ოპოზიცია რომელიც მოითხოვს თუნდაც ქართული ოცნებისგან ამ პარლამენტში და არ გაატანინებს აი მუხლებს რაც თქვა გასატანიანად რაც ოპოზიციის საქმეა აი რამდენად შეასრულებს მოდი მაშინ საუბარი აქედან დავიწყოთ რას გულისხმობთ არ გატანაში რას გულისხმობთ ოპონირებაში ჩვენ თუ ოპონირებას ვარქმევთ ესეც რაღაცნაირი კლიშეთ ჩამოყალიბდა ამ წლების განმავლობაში რომ საქართველოში ოპოზიცია აღიქმება ის ჯგუფი რომელიც ქუჩაებს კეტავს ის ჯგუფი რომელიც მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებს ის ჯგუფი რომელიც კუბილიუსთან მეგობრობს იმიტომ რომ თუ კუბილიუსთან არ მეგობრობ და რაღაც კუბილიუსის ხელდასმული არ ხარ შენ არ აღიქმები პოლიტიკოსად ის რომელიც აბსურდულ რაღაცა ვოუქიზმის კანონებზე მუშაობს ის ჯგუფი რომელიც აბსოლუტურად საბოტაჟის რეჟიმში იმყოფება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩვენ თუ ამ კუთხით გადავხედავთ მე გეტყვით რომ არავინ არ უნდა ელოდოს ხალხის ძალისგან რაღაცა რადიკალურ ექსტრემისტულ ოპოზიციას ეს წარმოუდგენელია ჩვენ როდესაც ვთქვით რომ გავდივართ ოპოზიციაში გავდივართ კონსტრუქციულ რეჟიმში რეალურად რომ დავანახოთ განსხვავება რას ნიშნავს ოპოზიციური ხმა რას ნიშნავს განსხვავება რას ნიშნავს პროცესის ოპონირება რას ნიშნავს თუნდაც თქვენი ნახსენები გუშინდელი და გუშინწინდელი განხილვები პარლამენტში როდესაც საგნობრივ დონეზე მიდის საუბარი და რამდენიმე ჯერ უფიქსირებ მართველ ძალას შენ განსხვავებულ პოზიციას და მართველი ძალაც შემოდის ოპონირებაში რეალურად ხალხის ძალა აჩვენებს იმას რომ პარლამენტში უნდა მუშაობდეს ასე ოპოზიცია მაგრამ ჩვენ თუ გამოვავთ ახლა იქიდან რაც მე ავხსენი ხო ამის მოლოდინი არავის არ უნდა გქონდეს ჩვენ თავიდანვე გავაცხადეთ ეს რომ ნებისმიერ საკითხში სადაც ხელისუფლების ამ შემთხვევაში მართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება იქნება სწორი მას დავეთანხმებით და ეს არ არის სასირწყვილო თუნდაც ოპოზიციონერმა განაცხადოს ეს მაგრამ სადაც დავინახავთ რომ ბუნდოვანია თუნდაც რადგან კანონებზე ვსაუბრობ კანონის ჩანაწერის რომელიღაც მუხლი აუცილებლად შევახსენებ ცოტა ხმამაღლათაც შევახსენებ რომ ვალდებულია ის გაითვალისწინოს ყველა სეგმენტი ყველა კომპონენტი და შესაბამისად მიიღოს კანონში ცვლილება და კანონი და იმაზე რომ აი ხალხის ძალა რომელიც გამოსულია ოცნების წიაღიდან ხო რეალურად რამდენად შეძლებს რომ რაღაცაც თუნებებს გაუძლოს არ დახვეს ოცნების ვთქვათ აი ამ სურვილებს ეს რამდენად გათავისუფლებული მე ამას ვსაუბრობ მე ამას ვსაუბრობ იცით რომ გააჩნია კონტექსტ საიდან მოვდივართ ახლა თუ იმას ვსაუბრობთ რომ რაღაც მართველი ძალა ისე ახორციელებს თავის პოლიტიკას რომ დეცი შეცდომა არ აქვს და ამ ილუზიაში ცხოვრობს ვინმე ეს ცოტა წარმოუდგენელია და თავისთავად ახლა თუ კი ვთქვათ ამ წიაღიდან წამოვედით ჩვენ ესე იგი ვერ დაგვინახავს რეალურად პრობლემები მაგრამ პრობლემები როდესაც ვთქვათ მართველ ძალასთან ერთად არჩევნებში ვიღებდით საერთო სიით გავდიოდით მაშინაც ვამბობდით რომ ძალიან ბევრი პრობლემა და ძალიან დიდი გამოწვევები დგას სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ მაშინაც ვამბობდით რომ ოპოზიციის როლი არის კოლოსალური სახელმწიფოს შენებაში. აქედან გამომდინარე არ არსებობს არანაირი ცდუნება, აი მოცემულობის თვალსაზრისით, არანაირი ცდუნება, თუ კი მე ვხედავ ჩემს ვთქვათ მიღებულ გადაწყვეტილებას ან პერსპექტივაში ვხედავ რომ არის გარკვეული პრობლემა საგნობრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილების თვალსაზრისით, რომ მე ეს ხმამაღლა არ ვთქვა. მე ეს არ დაუფიქსირო და მე ეს არ შევახსენო, რომ ვალდებულები არიან მათ ყველა ჯგუფის მოსაზრება მოისმინონ, მაგრამ ისე ვიქ მივდივარ ახლა რადგან ახლა ხალხის ძალის ოპოზიციაზე ვსაუბრობ თუ კი რაღაცა რადიკალურ ნაბიჯებს ვინმე ელოდება ეს არის წარმოუდგენელი იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რადიკალიზმმა უკაცრავად ამან და პრიმიტიულმა იდიოტიზმმა იმიტომ რომ სხვა რაღაცა სტრატეგია ვერ შეიმუშავა ამ ძალამ იქცნენ ექსტრემისტებად და ექსტრემისტებად ხალხის ძალა არასდროს არ იქცევა თუ და რამდენად გამოვა სახელმწიფოებრივი პოზიციები პარლამენტი მაგალითად იმან რომ აი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები არ არიან დღეს პარლამენტში თქვენ ამას რომ საერთოდ ხა გვერდიდან რომ შევხედოთ ობიექტურად რომ შევაფასოთ ეს ადამიანები იმდენად შეიძლება ითქვას
იმიტომ ვსაუბრობ მე რომ პრიმიტივიზმის დონეზე დავიდნენ, იმ დონეზე დავიდნენ ეს ადამიანები, რომ რეალურად მათ ვერ აღიქვეს თუ თუნდაც აი პოლიტიკური ჭიდაობის თვალსაზრისით რა ამხელა იარაღს ფლობდნენ ისინი. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ რაოდენობა რამდენი იყო ოპოზიციონერის, ხო? რომ კომისიებზე არ არის საუბარი. აქ არის თუნდაც ბიუჯეტის განხილვიდან დაწყებული, პრეზიდენტის არჩევით გაგრძელებული, თუნდაც ამ კანონ პროექტებზე მუშაობით, ეს იქნებოდა ძალიან ინკლუზიური, ხო ხდებით პროცესი. და იქნებოდა მათი მხრიდან რადიკალიზაცია, რა თქმა უნდა, მათი ხასიათიდან გამომდინარე. ეხლა მე გვერდიდან უყურებ ეს, ჩემთვის მოსაწონია თუ არ არის მოსაწონი, ამას რომ გავეშვათ რა. წარმოიდგინეთ მათ რამდენი ბერკეტი ნუ მე რაც მახსენდება ეხლა საპარლამენტო რაღაც ამ კომიტეტებზე და კანონების განხილვაში, წინა პარლამენტში ჩართული ვინც იყო, გირჩი კიდევ რაღაცნაირად მე მგონი ოპონირებდა კი, არა, მე ვსაუბრობ ახლა თქვენი კითხვიდან გამომდინარე, ოპოზიციამ აეთვისებინა საკუთარი მანდატები, რესურსები, ოღონდ პასუხისგებლობის გათავისებით გულისხმობ ყოფილიყო კომიტეტებზე და განხილვებში შესულიყო. ანუ რამხელა ბერკეტი ჰქონდათ, მათ ჰქონდათ თავისუფალი ბერკეტი, რომ საზოგადოებასთანაც ესაუბრათ, ქუჩაშიც ყოფილიყვნენ თუ და წარმოდგენილები, საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოდგენილიყვნენ და უბრალოდ მხოლოდ რაღაცა ლიტონის სიტყვებით არ ესაუბრათ და იმ აბსურდით, რა აბსურდსაც ჩვენ ახლა უყურებთ, რომ ნუ ჰაერად იქცნენ ეს ადამიანები, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და მე ამიტომ ვსაუბრობ, რომ აი პრიმიტივიზმამდე მივიდნენ და ახლა დგანან და რაღაცას ზოგი სალომე ზურაბიშვილს არის გამოკიდებული, ზოგი რაღაცას ელოდება, ოღონდ ამასაც ვერ ამბობენ რას ელოდებიან და ზოგი არის რაღაცა ბეწმინდობილი, იქნებ ღმერთმა დაგვიფაროს და უბედურება მოხდეს საქართველოში, რომ შემდეგ რაღაცა მსხვერპლზე, სტიქიურ უბედურებაზე, ან რაღაცა კატასტროფაზე ააწყონ საკუთარი დღის წესრიგი და იქნებ რამენაირად კვლავ ამოტივტივდნენ ტალღაზე. მართველი გუნდი სულ ელოდებოდა, რომ ოპოზიცია შევიდოდა პარლამენტში. ეს მოლოდინი სხვათა შორის თქვენგანაც იყო, მე როგორც მახსოვს, რომ აი ნახავთ თუ არ შემოვა პარლამენტში, მაგრამ მოხდა ისე, რომ არ არიან დღეს ისინი, ხო, ერთი ძალის გარდა ჯერჯერობით, ნუ გახარიასთან დაკავშირებით კიდე ბოლომდე არაფერი არ არის გარკვეული. ელოდით ამას და ნუ აი არალეგიტიმურს უწოდებენ პარლამენტს. მოლოდინი რომ გითხრათ ახლა გამომდინარე ხელისუფლების და პარლამენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ახლა მოლოდინი რომ ყოფილიყო, ვთქვათ, ასე რაღაცა ერთი ხელაღებით არ დაუკმაყოფილებდნენ მოთხოვნას, ხომ? და სურვილი რომ ყოფილიყო, რომ ოპოზიცია რამენაირად იქნებ დაგვეთანხმებინა და შემოგვიყვანა პარლამენტში, ხომ? ეს ჩვეულებრივად ტექნიკურად მოხდა, ჰქონდათ მათ ვადა, შემოვიდოდნენ, არ შემოვიდნენ, გაუუქმდათ. ხვალ გახარეამ რომ დაწეროს იგივე ანალოგიურად განცხადება, რა პერიოდიც იქნება გონივრული ვადა, რაც არის კანონით განსაზღვრული, გავა ის ვადა და მასაც დაუკმაყოფილებს პარლამენტი და გაუშვებს მასაც მიაბრძანებს იქ, სადაც მიბრძანდა დანარჩენი ექსტრემისტული პარტიები, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, ხა ნაკლებად გონია რომ მოლოდინი სურვილი ყოფილიყო, ხა მოლოდინი შეიძლება გაგვჩენოდა გამომდინარე, მოლოდინი, უყურეთ რაციონალობიდან გამომდინარე ჩვენ არაერთ წინა საპარლამენტო არჩევნებიდან სიმართლე გითხრათ, აი ჩემი საუბრის რაზეც დავიწყე მე აი პრიმიტივიზმზე როდესაც ვსაუბრობ, მე მეგონა რომ უფრო რაციონალურად მოიქცეოდნენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ახლა მე მხოლოდ არა შიგნით ჩახედულ ადამიანს ჩამოგითვალეთ რამდენი ბერკეტი იმის, რომ ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას და უფრო მეტი ქულა დაიწეროს საზოგადოების თვალში და საერთაშორისო პარტნიორების თვალშიც, ხო? ანუ მე ჩამოვთვალე რამდენი ბერკეტია კიდე შიგნით, თუნდაც პოლიტიკურ ჭიდილში, ვთქვათ, შენი პოზიციები გაამყარო როგორც პარტიის და შენი პერსონის თუნდაც რაღაცა ელექტორალური მხარდაჭერის თვალსაზრისით ან პირადი ავტორიტეტის თვალსაზრისით ამის ძალიან ბევრი საშუალებები არსებობს. ეს ყველაზე მაღალი ტრიბუნაა, ხო? მე თუ მკითხავ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება, მოლოდინი მქონდა რომ ამ ადამიანებს ვიღაც მრჩეველი ეყოლებოდათ და ეტყოდათ რომ იცით რა ხალხო, აქამდე თუ სამი პარლამენტი თქვენ იყავით გარკვეული ჯგუფი, ახლა ხართ ორჯერ მეტი. რეალურად შეგიძლიათ რაღაც პოლიტიკურ ხელის გადაგრეხვის პროცესში უფრო მეტი ძალა დააყოლოთ ხელისუფლებას. როგორი არის თქვენი პროგნოზი მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენიმე საუბრობს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ვინ ეკითხებათ მათ? მათ როგორ დავალებასაც მისცემენ ისე მოიქცევიან. ჩვენ ხომ მთელი ამ პროცესის გარედან შეიძლება კონდეთ ეს დავალება. ეს ადამიანები არ არიან ადგილობრივ რაღაცა საზოგადოებრივ დოტაციაზე.
ელექტორალური და თვალსაზრისით გულისხმობ. ეს ადამიანების ხედან საგარეო დოტაციაზე, ფინანსებითაც და პოლიტიკური წონითაც. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ აქვთ პირობითად ესე ამ დონეზე რომ დავიდეთ, კუბილიუსის იმედი, რომ კუბილიუსი კიდე გააგრძელებს იმის საუბარს, რომ ჩაატარეთ საქართველოში ვადამდელი არჩევნები. ხა, დღეს გამოვიდა ერთ-ერთი წარმომადგენელი თუ არ ვცდები ვაშაძის პარტიიდან, არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს ერთ-ერთი რადიკალი ოპოზიცია. ამასთან დაკავშირებით ყოველდღე ხო აკეთებენ განცხადებას და რა ადგილობრივი არჩევნებიო, ვადამდელი უნდა ჩატარდეს. არ ტარდება, არ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ძალიან კარგია, ამიტომ საუბრობ. უყურეთ, ძალიან კარგი პროცესი მიდის ახლა, ჩვენ რასაც ვხედავთ. რეალურად თვით დესტრუქციის რეჟიმში გადავიდნენ ეს ადამიანები. ესენი სხედან ბომბზე, რომელიც თვითონ აამოქმედეს. იმ დონის ხარისხია უკვე მარგინალიზაციის მათ რიგებში შეინიშნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არ მიაღწევენ ანვერა ეს ადამიანები. ჩვენ ნახეთ უკვე მრავალის განცხადება პოლიტიკიდან წასვლისა, კორძაია იყო თუ არ ვცდები. კორძაია ნახეთ ერთადერთი. კიდე თქვენს რამდენიმე გააკეთა განცხადება. ერთმა გააკეთა მაგალითად ეს რამ, რომ სალომე ზურაბიშვილსო თუ წარმოადგენენო რაღაც ლიდერად ეხლა 31 მარტს პროცესებს გავშორდები საერთოდ. ანუ მე რას გულისხმობ, უყურეთ, თვითონვე იწყებენ დისტანცირებას. და საინტერესოა კიდე ნაციონალური მოძრაობის ხაბეიშვილის განცხადებები ბოლოს. ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში მართალია, ხო? ტყუილს ხო არ ამბობს ეს ადამიანი. ანუ ობიექტურად რომ შევაფასოთ, ლევან ხაბეიშვილი ყველასთან აქ თავი რომ მოაქვს ლიდერებად დაწყებული გვარამიეთ დამთავრებული გიორგი გახარითა სალომე ზურაბიშვილი ყველაზე მართალია. ადამიანი ეუბნება რომ ამბობს რომ დიახ მე წარმოვადგენ ნაციონალურ მოძრაობას, ცუდი ვარ თუ კარგი ვარ, არა ესეთი ჩემ ხარჯზე მოდიხართ ამდენი ხანი, რა ვსაუბრობთ სხვას? მე და თქვენ ამაზე არ ვსაუბრობთ ყოველთვის რომ ეს ადამიანები არიან ნაციონალური მოძრაობის რესურსზე. გახარიამ როგორ მიიღო ხმები? ნაციონალური მოძრაობის რესურსით მიიღო გახარიამ ხმები და გადალახა ბარიერი. ნიკა გვარამიან საიდან ესე ფიქრობ არა მე ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთე და ამაზე ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი გახარის ამომრჩეველი როგორ არის? აი ჩვეულებრივად აქ იყო დაგეგმილი ესეთი რაღაცა ბჭყალებში ოპერაციასავით, როდესაც დღის 3 საათამდე იყო მობილიზებული ამომრჩეველი და ეხა ვისაც პარტიული და საარჩევნო თემატიკასთან გვიმუშავია, ჩვენ ვიცით რომ ძალიან მარტივად არის საშუალება, რომ შენი ამომრჩეველი და შენი ელექტორატი 90%-იანი ალბათობით ყველასთან კონდეს წვდომა და კონტაქტი. შესაბამისად, ძალიან მარტივი იყო ნაციონალური მოძრაობის თან ოპოზიციაშია განსაკუთრებით ახლა, მას ის ელექტორატი რაც ყავთ დარჩენილი, როგორ გაეყოთ. და ჩვეულებრივად გაყვეს 3 საათამდე კონკრეტული კოორდინატორები კონკრეტულ ჯგუფებთან ერთად კონკრეტულ ლოკაციაზე ისხდნენ და ელოდებოდნენ ნარატივს და 3 საათამდე ჩვეულებრივ პროცესში მიმდინარეობდა არჩევნები და 3 საათის შემდეგ კონკრეტულმა ლოკაციის მიხედვით ახლა ამას მე ვერ გეტყვით რომ ჩუღურეთის უბანი თქვა ამას აკეთებდა და კონკრეტული ლოკაციის მიხედვით შესაბამისად რომ შემოდიოდა თქვა მონაცემები როგორი აქტივობა იყო დაახლოებით რამდენი მივიდა საკუთარი ამომრჩეველი რა მოლოდინები იყო ბარიერის გადალახვის იმისათვის რომ გახარიას გადაელახა ბარიერი დიახ ნაციონალურმა მოძრაობამ გაუყო მას ხმები დიახ, გაუყო. და აქედან გამომდინარე, ნიკა გვარამია, რომელ ახალ ელექტორატზე ზის, ხო? არა, ნიკა გვარამია გასაგებია, უბრალოდ გახარიასთან დაკავშირებით. ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა და პირდაპირ უთხრა, მე თუ ვარ პარაზიტი, თქვენც უნდა იყოთ პარაზიტიო. და რა ტყუილს ეუბნება, მართალს ეუბნება. მე თუ ვარ ცუდი, თქვენ რომ ჩემს ხარჯზე მოდიხართ ამდენი ხნის განმავლობაში ზურგით რომ მოგათრევთ, ნება იბოძეთ და თქვენც თქვით რომ დიახ, მე რა მოხდა ნაციონალ. რასაც ჩვენ ამას ვსაუბრობთ, ყურეთ, აქ არის რაღაცნაირი კომპლექსები ჩამოყალიბდა და მათ შორის მათ კარგად იციან რომ იმდენად აქვს დამახინჯებული რეპუტაცია და ყველანაირი ბიოგრაფია ნაციონალურ მოძრაობას რომ რამენაირად იქნებ ჩამოირეცხონ ეს რაღაცა შირმა ეგრეთ წოდებული რეალობა რაც არის ნაციონალური მოძრაობის კალთებ ქვეშ იმიტომ რომ ყველა გადამწყვეტ მომენტში 4-ვე პარტია თანამშრომლობდა კოალიციაში, ხო? ახლა მეტი ნაციონალური მოძრაობა რა უნდა იყოს კოლექტიური, ხო? მათ უნდათ ეს შირმა მოიხსნან და რეალურად ვერ იხსნიან. რეალურად იმ სახეს იღებენ, რაც არიან ეს ადამიანები. მიუხედავად ამისა, პროტესტები აგერ უკვე ამდენი თვეა გრძელდება.
დღეს ქვეყანაში. ეს ადამიანები კი ამბობენ, რომ არ არიან პოლიტიკურ პარტიებთან და რა ვიცი, დამოუკიდებელი აქციებია. თქვენ როგორ უყურებთ ამას და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს კიდევ უფრო რაღაც მასშტაბურად გადაიქცევა, აი აგერ უკვე არჩევნები გვიახლოვდება და თუ თქვათ არაფერი არ შეიცვლება ამ კუთხით, ან ხელისუფლება არ შეცვლის არაფერს, რა მოლოდინები გაქვთ და რა შეიძლება რომ აი ამ აქციებს დაუპირისპიროთ ან დაელაპარაკოს ხელისუფლება ან როგორ შეიძლება მოიქცეთ და ან შესრულდეს ის პირობები რასაც ეს ხო არა, კედელს ესაუბრეთ რამდენიც გინდათ, კედლიდან ხმას ვერ გავიგებთ ვერასდროს, პასუხს ვერავინ ვერ დაგვიბრუნებს. 100 არიან ეს ადამიანები, ჩაიყენეს ამ მდგომარეობაში თავი, აბსოლუტურად გავიდნენ კანონს გარეთ და აბსოლუტურად გადაიქცნენ ექსტრემისტულ მოძრაობად. იქ თქვა სხვადასხვა რაღაც მარშებს ატარებენ, სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ. შესაბამისად. არა, პროტესტიც არის და პროტესტი ყველაფერს აქვს თავის ფარგლები, იცით, ხა უკაცრავად და 2005 წლიდან, როდესაც კოლეჯებზე და სამედიცინო კოლეჯებზე გაილაშქრა მიხეილ სააკაშვილმა და კახალომაიამ, ამის შემდეგ მე ფაქტობრივად სტუდენტობის პერიოდიდან ქუჩაში მაქვს გატარებული, მაგრამ ერთი ვიტრინა შეიძლება ითქვას არ დაგვიზიანებია. გარკვეულწილად ხან ვაღწევდით შედეგს, ხან ვერ ვაღწევდით და მივაღწიეთ 2012 წლამდე, შესაბამისად ამას ვსაუბრობ მე, რომ ყველაფერს აქვს თავის ფორმები. ჩვენ იმიტომ იყო რომ ჩემი საქმეს რომ გაიგზავნა ევროპაში, ევროპიდან მოვიდა დასტური და დღეს აღიარებული ვარ როგორც სახელმწიფოს მხრიდან მსხვერპლად. მიხეილ სააკაშვილის დროის 15 ივნისს გულისხმობ. ესეთი საქმეები ამიტომ ხდებოდა. იმიტომ რომ ჩვენ რეალურად არაფერს არ ვაზიანებდით. რეალურად არანაირად არ ვაღვევდით არანაირ წესრიგს და შესაბამისად ყველა საქმის ათასობით საქმე რომელიც იყო გაგზავნილი, შესაბამისად იმიტომ დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილს დღეს რომ დამოკლეს מחვილივით თავზე კიდევ აზიანებენ, დგანან ეს, ქუჩას კეტავენ და კიდევ რა შეიძლება. გადაკვეთაზე ხა მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციელებს ესვრიან. ფიზიკურად არა, დღეს ხო ხდება ამას ეს რაც იყო გავიარეთ. არა, დღეს არა, კი ბატონო, დღევანდელიდან გამომდინარე რა ეს ადამიანები ივლიან, გადაივლიან. და გამკაცრებულია ეს გადასახადები და ჯარიმების თემა. რამდენად ადეკვატურია გზის გადაკეტვაზე ამ ხელა საჯარიმო გადასახადების გადახდა, როგორ ფიქრობ? ხო, არა, იცით რა არის? ჯარიმაც და შესაბამისი მუხლი კანონში არის პრევენციის საშუალება, საზოგადოების დაზღვევის საშუალება, ხო? ჩვენ ყოველთვის უნდა გამოვიდეთ კონტექსტიდან. როდესაც აბსოლუტურად არა შეიძლება ითქვას რეალობიდან გამომდინარე შენ 100 ადამიანი ცდილობ თბილისის პარალიზება მოახდინო იმისათვის რომ საკუთარი და შენი რაღაცა უფროსი პარტიის ინტერესები დააკმაყოფილო და შესაბამისად 100 ლარი გექნება ჯარიმა, რომელსაც თავისუფლად გადაიხდი, ეს ყოველთვის შენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ დროს ჩაიდინო ასეთი პარაზიტული აქტი. ეს არის პარაზიტი. თანხის ასეთი გაზრდა აიზულებდა მათ, რომ არ ჩაედინათ ეს. კი ბატონო, და ძალიან ბევრი, არა, ახლა მივედით ფონდებამდე, ფონდები, რომლებიც იხდიდნენ ამ თანხებს, ხო? ისინი ამას ღიად ამბობდნენ, რომ დაყადაღებაც მოხდა პრინციპში და ითქვა, რომ რაღაცა ანტიკონსტიტუციურ საკითხებში მონაწილეობდნენ ისინი. თუმცა არის ოპოზიციის მოსაზრებაც, რომ ეს ფონდები ეხმარებოდა ამ ადამიანებს, რომ რაღაცნაირად კეთილსაქმეს აკეთებდნენ, რომ გადაიხადათ ეს თანხა. რატომ გახდა საჭირო ამ ფონდების დაყადაღების და მიდის გამოძიება და ეხლა ამ ფონდების წარმომადგენლები მგონი დღეს იყო ინფორმაცია, რომ პროკურატურისგან ითხოვენ შეწყვიტონ გამოძიება ამ საკითხზე. ხო, არა, ხა ჩვენ ხედავთ, რომ გარკვეულმა ორგანიზაციებმა, გარკვეულმა ფონდებმა რაღაცნაირად სახელმწიფოში რაღაცა ჭრილოვანი რაღაცა მართლობის ტიპი შექმნეს. არა, მართლობის თუ არა შეიძლება ითქვას რაღაცა ბერკეტები, თითქოს შექმნეს ბერკეტები იმის, თუ როგორ უნდა ექსტრემისტმა, როგორ უნდა აარიდოს თავი სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულ სანქციას. ეს არის უკვე სახელმწიფო დანაშაულია ეს. რა უფლება გაქვს შენ სასამართლოს განჩინებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალით პროცესს გულისხმობ მე და შემდეგ უკვე მსჯავრდებულის
რაღაცნაირად შეუმსუბუქო შენ და თავი არიდებინო საჯელზე, რომელიც სახელმწიფო რომელიც არის წარმოადგენს ქართველ ხალხს, ანუ უყურეთ, სად მივდივართ, ქართველი ხალხის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფო საკუთარი კანონებით, რომელმა კანონებმაც განსაზღვრა, რომ პირობითად ნიკანორ მელია იყო დამნაშავე, ის იყო სახელმწიფო იყო ვალდებული, მასზე განხორციელებული იყო კონკრეტული ქმედებები და რა უფლება ჰქონდა ევროპის რომელიღაცა ფონდს, რომელმაც გადმოურიცხა გირაოს თანხა. ახლა ეს ადგილობრივი ფონდებიც ხო არის? მე ამას ვსაუბრობ, ეს სქემაა ჩვეულებრივი, რომელიც მაგალითად ძალიან ბევრ კარგ და სასიკეთო საქმეს აკეთებს, ეს ფონდი გარდა იმისა, რომ თქვა უხდიდა აქციის მონაწილეებს ამ თანხას, ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, მე როგორც ვიცი და გავიგე. და ამ ფონდების ესე დახურვა ნიშნავს კეთილი საქმეებისთვის რაღაცა გზის გადაჭრას და ეს არის ძალიან ამორალური საქციელი ხელისუფლების. ანუ ეხლა ლოგიკით როგორ მივდივართ ლოგიკაზე, რომ თუ თქვათ მე კონკრეტულად რაღაცა კათარზის გავაკეთებ კონკრეტული ფონდით და მოხუცებს დავეხმარები, აბსოლუტურად მე მაქვს ინდულგენცია იმის, რომ ამავე ფონდით კონტრაბანდა ვაწარმოო ქვეყანაში? ანუ თუ კი ჩვენ ამ პრიმიტიულ მაგალითამდე მივდივართ, რასაც ეს ადამიანები რაღაცნაირად ცდილობენ შემოგვასაღონ, აქ რაღაცა აბსურდული რაღაცები ნანუკა ჟორჟოლიანი თურმე, ემაზე რა ქვია, გიждდება ლობიანების ცხობაზე და ამ ბავშვების დღე და ღამე ამ ბავშვებზე ფიქრით ამოზდის რაღაცა მზედამთვარე, ხო? ანუ ამას თუ უყურებთ, კითხვას ვსვავ. მაშინ ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია რომ ერთი საქმე შევფუთოთ, გავალამაზოთ და ვთქვათ, რომ იცით რა, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ეს ფონდი, მაგრამ 90% რომ ეს ფონდი ექსტრემიზმს აღვივებს ქვეყანაში, ხელშეუხებელი უნდა იყოს. ანუ პაატა ბურჭულაძის იავნანა, რომელიც ყიდულობდა, ვთქვათ, 5 ბინას ბენეფიციარებს და ჩვენ ყველა ტაშს უკრავდით, ძალიან კარგი იყო, მაგრამ შემდეგ საქმე რო გასკდა, რომ 1500 ბინის ჯიბეში აქვს ჩადებული, ანუ არ უნდა ვთქვათ ამაზე, არ უნდა ვისაუბროთ და კონკრეტული რაღაცა გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან. მე ამაზე ვსაუბრობ, რომ ძალიან მარტივია, იცით? ძალიან მარტივია. ასე საუბრობდა ზუსტად კელი დეგნანი, გვეუბნებოდა, რომ იცით რა, ამერიკამ განახორციელა რაღაცა 4 მილიარდი, 5 მილიარდი და აგერ თვითონ ამერიკელმა ჰაკერებმა გამოიტანეს ეს ინფორმაცია და დღემდე მას კი წერს ყოველდღე, რომ თურმე ეს 4 და 5 მილიარდი მიდიოდა კონკრეტული NGO-ების 90% მიდიოდა NGO-ების ჯიბეში, რომელი NGO-ების დიახ კანონ პროექტში და კანონ შემოქმედებით პროცესში რაღაც თითქოს პოზიტიურ კომპონენტებს ჩადებდნენ და შემდეგ გამოდიოდნენ და 90%-ს ექსტრემიზმის ახალისებაში დებდნენ ფულს. ძალიან მარტივი მაგალითები შემიძლია მოგიყვანოთ ამ გიგაურების და ლომჯარიას ემაზე 2012 წელს მაგალითად როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მათი ბუნება რომ ვიცოდეთ რა, საზოგადოებას ყოველთვის ვახსენებ ამას. მაგალითად იყო ასეთი რამე, რომ ქართული ოცნების მაშინდელმა ხელისუფლებამ პირადად ბიძინაევანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ სასოფლო მიწებზე გამოცხადებულიყო მორატორიუმი, რომ შესყიდვა არ ყოფილიყო გარკვეული პერიოდი, სანამ კონკრეტულ კანონში არ იქნებოდა ცვლილება და შემდეგ და მთელი პროცესი არ იქნებოდა, იმიტომ რომ იყო კატასტროფული მდგომარეობა, შემოდიოდნენ არაბები, ინდოელები, თურქები, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები და თავისუფლად ყიდულობდნენ ტერიტორიებს. ერთ-ერთმა არასამთავრობომ ეკა გიგაურის, დიახ, სახელწოდება აღარ მახსოვს, რა ქვია, რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ ეს ინტერნეტში იძიება ჩვეულებრივად. უჩივლა, პროცესზე იჩივლა, საკონსტიტუციაში გაასაჩივრა და საკონსტიტუციოს გააუქმებინა პრემიერის და შესაბამისად სახელმწიფოს გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ეს ორგანიზაცია ლობირებდა კონკრეტულ ბიზნესმენს. იქ ბიზნესმენის გვარიც არის, თუ არ ვწდები, იტალიელია ეს ბიზნესმენი, რომელიც უჩიოდა სახელმწიფოს, რომ არა, მე მინდა ყიდვა და თქვენო კონსტიტუციურად არა გაქვთ ასე გაწერილიო და ამაზე იყო საუბარი მორატორიუმი, ამიტომ იყო გამოცხადებული, სანამ კონსტიტუციურად გაიწერება, მოდი შევაჩეროთ. ამან გადაწყვეტილება შეაცვლევინა. ცნობილი ფირების ჩაწერის დროს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ვინ იმოქმედა გადაწყვეტილებაზე, რომ ხელისუფლებას უნდა გაენადგურებინა ეს ფარული ჩანაწერები, რომელშიც ათასობით დანაშაული იყო და 10,000-ობით ქსელი არსებობდა ჯგუფები.
ხელისუფლების რა თქმა უნდა არასამთავრობოების მოთხოვნა იყო პირველ რიგში რომ აბსოლუტურად უნდა განადგურებულიყო დავანებოთ იმას თავი ჩვენ ახალი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და უყურეთ რა მოხდა ამ დროს როდესაც 4 წლის შემდეგ მე არ ვსაუბრობ სახელდაგვარებს რაღაც უკრაინაში აიტვირთა უკრაინა რატომ ნეტა იქ ძალიან ბევრი ხო არ არის ყოფილი მაღალჩინოსანი სააკაშვილის გარემოცვიდან წასული შემთხვევით დაკოპირებული მასალები ხო არ აქვს წაღებული არ ვიცი კითხვას ვაუბრალ უკრაინიდან აიტვირთა ათასობით საშინელება აღმოჩნდა რომ ავთენტური მასალები შეიძლება არ ყოფილიყო არ დებულიყო იმაში რა ქვია არ ყოფილიყო სახელმწიფოს ხელში მიუტრიალდა ეს მოტრიალდნენ ეს NGO-ები ქალბატონები და ბატონები და პირდაპირ სახელმწიფოს შენივალდებულება და როგორ უნდა გამომეძიებინა როდესაც NGO-ების აი ზუსტად NGO-ების დაჟინებული მოთხოვნა იყო იმისი რომ აბსოლუტურად ყველა ეს кейსი უნდა განადგურებულიყო და აბსოლუტურად წარსულში უნდა დარჩენილიყო ასეთი არის ათასობით ასეთი აი ჩვენ თავიდან რომ საუბრობდით ნარკოპოლიტიკაზე ვთქვით ხო ხა შეიძლება ბევრს არ შევეხოთ მაგრამ ნარკოპოლიტიკას უნდა შევეხოთ აუცილებლად საინტერესოა ბატონ აი მასში წავალთ ზუსტად რას აკეთებდნენ ეს ადამიანები ხო ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა ხო როდესაც ეს რაღაცა ლიბერალური დესანტი მოხდა ზოგიერთი არა პირდაპირ თქვა კვირიკაშვილის ხელდასმით პირდაპირ მოხდა ლიბერალური დესანტის ჩასმა ქართული ოცნების სიებში, სახელმწიფო სტრუქტურებში და იქ როგორ იყო, იცით არჩეული როგორ იყვნენ, იცი ეს ადამიანები. ეს იყო ზოგი საელჩოსთან დაახლოებული პერსონა, ზოგი იყო პირდაპირ ელჩის ფავორიტი ან ფავორიტკა უკაცრავად ამ სიტყვისთვის. ზოგი იყო არასამთავრობოს ლიდერი მოქმედი, ზოგი ყოფილი მოქმედი, ზოგი იყო ლექტორი, რომელიც დაახლოებული იყო გარკვეულ ჯგუფებთან. ოღონდ ამ ადამიანებს არანაირი იდეოლოგიური და არანაირი შეიძლება ითქვას მორალური შინაარსობრივი რაღაცა შეიძლება ითქვას კვეთაც კი არ ქონია ქართულ ოცნებასთან 2012 წელთან რო თავი დავანებოთ რეალურად ეს ადამიანები უცებ დასვეს და შესაბამისად დღეს ვიღებთ უკვე იმას რა რითიც იყვნენ ესენი მიჩვეულები ეს ადამიანები აი NGO-ს მაგალითები რაც მოვიყვანე ხო ნარკოპოლიტიკა რაღაცა სიგიჟე ლიბერალური სიგიჟე მიიღეს და დღეს პასუხისგებლობას იხსნიან საერთოდ და საუბრობენ რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ეს არადა რეალურად ეს ადამიანები იყვნენ მაშინ პასუხისგებელი ამ ყველაფერზე და დღეს რომ მივიღებდით ამაზე ძალიან სწორად ისაუბრა ბატონი დიმიტრი ხუნდაძე მამაზე რომ მაშინვე ვსაუბრობდით ჩვენ აი ამ დიდ პრობლემაზეო რასაც მოყვებოდა ეს რაღაცა აბსურდული ლიბერალური რაღაცა კანონმდებლობაო და კიდევ კარგი ძალიან ბევრი რამ შევზღუდეთო ამაში. ხო, ნუ მაგრამ ეხა მან გამკაცრების საკითხშიც ალბათ არის ყველგან იყო ეს. დაიწყო კვირიკაშვილმა, გააგრძელა გახარია. მე მაშინ გახდით განათლების სამინისტროში და ვიყავი უწყებათა შორის კომისიაში, სადაც სხვადასხვა უწყებები, მე წარმომადგენელი ვიყავი, სხვადასხვა უწყებები ძალიან ისეთ შეიძლება ითქვას საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. აი ხა საპასუხისმგებლოს რას გულისხმობ? უყურეთ, აი ერთ-ერთი თემა იყო მაგალითად ერთ-ერთ უწყებასთან, იმიტომ რომ მე სადაც ვიყავი, იმას ვსაუბრობთ, აი ხა სახელდაგვარებს არ ვიტყვი. თუ საჭირო გახდა, ეგეც არ არის პრობლემა, თუ ვინმე დაინტერესდება ამით. იყო განხილვა ეგრეთ წოდებული ერთ-ერთი სათამაშო აპარატის დადგმისა, რაღაც გემბლინგის გარშემო იყო ტრიალი. ამ გემბლინგის გარშემო. სათამაშო აპარატის დადგმისა, რომელზეც ითხოვდნენ ნებართვას, ანუ ნებართვას ითხოვდნენ რომ სკოლასთან ყოფილიყო ახლოს. ჩემთვის მაგალითად პირველი შოკი იყო რომ ამ უწყებათა შორის კომისიაში აბსოლუტურად ყველა მაღალი რანგის ჩინოვნიკი იყო ჩართული. მაღალი რანგის ჩინოვნიკი იყო ჩართული და ხედავდი რომ ადამიანებს ახლა მე ვერ დავაბრალებ ხელაღებით მაგრამ ადამიანებს რომ გარკვეული საკითხების სათავისოდ გადაწყვეტა უნდათ ასევე იყო ნარკოპოლიტიკის თემაც ახლა გემბლინგი რატომ მოვიყვანეთ ყურეთ ლუდომანია და ნარკომანია ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემაა და აი ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ, როდესაც დესანტივით გადმოსხეს, მაგალითად, თეთრი ხმაურის ორგანიზაცია, ეს თეთრი ხმაური ხო იცით რომელია? ხო, შემდეგ ამ თეთრი ხმაური ორგანიზაციის სამეგობროს ჩააბარეს ახალგაზრდობის პოლიტიკა. სასაცილო ის იყო, რომ ეს ადამიანები დადიოდნენ გახარია თვალთხარიას ეძახოდნენ და გახარიას ადმინისტრაციაში მუშაობდა მათი ხელმძღვანელი. ანუ ხვდებით რა აბსურდზე ვსაუბრობთ, ანუ წარმოიდგინეთ ახლა ეს რომ უპასუხისმგებლო ადამიანები მივიდნენ სამართავად, რომლის მართვის პროცესში მიიღეს რაღაცა ლიბერალური სიგიჟის ხასიათის კანონები,
რომელმა კანონებმაც მოიტანა დღეს კატასტროფული შედეგი და დღეს ეს ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ასეთ კანონმდებლობას, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ გემბლინგის თემებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ რაღაცა ახალგაზრდობის პოლიტიკის რაღაც გაბიტურებას საერთოდ ეს ადამიანები გიბრუნდებიან და გეუბნებიან რომ ხელისუფლების ბრალია მე რა შუაში ვარ შენ ახარ ხელისუფლება და შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება არც ერთი პასუხისგებლობას არ იღებს ეს არის იგივე წრეზე სიარული აი ძალიან მარტივად რომ რაც მოხდა 91 წელს ადამიანები გამორბოდნენ ზოგი იარაღით ხელში ზოგი იდეოლოგიურად დაანგრიეს ქვეყანა და დღეს გამოდიან ისევ ეს ადამიანები და ჩვენ რა შუაში ვართ არაფერი რა პრობლემაა უკვე ჩვენ აი ეს საშინელება უპასუხისგებლობა ზოგად კონტექსტში ვსაუბრობ ეხლა რაღაცა იმისავით არ გამომივიდეს მე სადღეგრძელოსავით მაგრამ აი ეს არის დამოკიდებულება რომელი დამოკიდებულებითაც ადამიანები ნებით თუ უნებლიეთ ანგრევენ რეალურად ქვეყანას ხო ძალიან საინტერესოა გასაგებია ხა თქვენ რაზეც ლაპარაკობთ მაგრამ რაც შეეხება ასეთ გამკაცრებას ესეც გახდა ერთგვარად ცოტა რაღაცნაირად შიშის ფაქტორიც გაჩნდა ანუ ეს კიდევ უფრო გამკაცრება ხომ არ გამოიწვევს კიდევ უფრო ცუდ შედეგს მაგალითად იძულებით მკურნალობის თემაზე იყო როგორც გახსოვთ ხო საუბარი და არის საუბარი პრინციპში მამკომდინარეზე განმარტა იქ რაღაცა ხო განმარტა მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ მაინც აი ეს გამკაცრებული პოლიტიკა რამდენად შეიძლება იყოს შედეგიანი პირველ რიგში გამომდინარე იქიდან რომ ამის იქით ანუ ჩვენ ისეთი კანონმდებლობა გვაქვს დღეს არსებული მოქმედი კანონმდებლობა რომ ამის იქით უბედურების მომასწავლებელი ანუ არაქმედით ქმედით უნარო კანონი აღარ არსებობს. ანუ თუ ჩვენ რაღაცნაირად არ უკაცრავად ამ სიტყვაზე დავარესტარტეთ ეს პროცესი არ ვიცი რას გვიქადით. ეხლა წარმოგიდგენიათ თქვენ რომ პირველადი გასიჯვის მიზნობრივ ჯგუფი თქვა 15 წლიდან 13 წელზე ჩამოვიდა და წარმოგიდგენიათ თქვენ რომ თუ იყო მამაკაცების 70% გარკვეული წლის წინ თქვა დაფიქსირებული სხვადასხვა ნარკო დანაშაულში თუ უბრალოდ მოხმარებაში ახლა რომ ქალბატონები გაუთანაბრდნენ ამ ყველაფერს წარმოიდგინეთ თქვენ და აბსოლუტურად სკოლის ასაკზე დაიწია მოხმარებამ და გავრცელებამ არ დაგავიწყდეთ გავრცელებამ მოხმარება არის ერთი უბედურება მაგრამ გავრცელება 1000-ჯერ მეტი უბედურება სკოლის მოსწავლე რეალურად რაკნეს უყურე ამით ამ ლიბერალური სიგიჟეების შემოქმედებმა რომ თითქმის უმეტესობა რომელიც მოიხმარს ამ ეგრეთ წოდებულ შეიძლება ელიტურს თუ სინთეზურს თუ რაღაცა არაძლიერს რასაც ეძახიან ამას რაღაცა მსუბუქ ნარკოტიკს აბსოლუტურად ყველას აქვს ცდომა მთავარ გამსაღებელთან და აბსოლუტურად თქვენ რო შეხვიდეთ Telegram არხებზე როგორი რეკლამები კეთება ფულის კეთების საშუალებაა გახადეს ფულის კეთების საშუალება ანუ ადამიანს ეუბნებიან რომ რეალურად შეიძლება ფულიც გააკეთო ფულიც იშოვო და შეგიძლია ეს უბრალოდ ჩვენთვის მოიხმარო, იყიდო და დაიტოვო. ანუ წარმოიდგინეთ რამხელა უბედურებაში ჩართეს ახალგაზრდები და ეს კონტინგენტი დაიწია სკოლის ასაკამდე, მე-11, მე-12 კლასამდეც ამ უბედურებაში ვარ. და ჩვენ საუბრობთ ეხლა პრევენცია რომ აი ესე ვეღარ გაიყიდოს ეს ნარკოტიკი მომწამლავი მით უმეტეს მომწამლავი ნარკოტიკი რომელიც შემოდის და რომელიც ამ Telegram არხებით იყიდება და კატასტროფაა. ცოტა მე მსმენია ხარ რომ ან საუბრობენ ხოლმე რომ პირიქით ცოტა ლიბერალიზაცია ამ კუთხით თქვათ რომ არ მოიხმაროს ის მომწამლავი და მოიხმაროს რაღაცა უფრო ბილი ნარკოტიკი არ ვიცი როგორ არის არ არსებობს ხალხო ესეთი რამ არ არსებობს ესეც მარიხუანას მოხმარება არა ესეც არის ჩვეულებრივად რაღაცა ლიბერალური სიმახინჯის პროპაგანდის ნაწილი ხო არის ქვეყნები სადაც იყიდება ეს რაღაცა მოსაწევი მარიხუანა იცით რაღაცა უვნებელია და რას ლაპარაკობ ახლა იმას რა ქვია კლუბურ ნარკოტიკს თუ მიიღებ არაფერს გიზამს და რააც გადავხედოთ აბა სტატისტიკას ბოლო პერიოდში კლუბში რამდენი ადამიანი დაიღუპა. იმ კლუბშიც როგორც ამბობენ შედის ისეთი ნარკოტიკი რომელიც რაღაც სინთეზურია როგორც მაშინ ესე გავუყურეთ საუბრობ მაგალითად არის ქვეყნები სადაც იყიდება ეს ბალახი არის ხო ვიცით ეს ევროპული ქვეყნები და იქ როგორ არის ვითარება ანუ აი ეს თუ არის განსაზღვრული ან რომელი უფრო შედეგიანია თქვათ მოიხმარს იმ ბალახსაც უვნებელია თუ წავიდეს და თქვათ ჩუმად შეიძინოს მომწამლელი ნარკოტიკი თქვენ იცით რომ
ამ ქვეყნებში დაახლოებით 80% არა ადგილობრივი, არამედ ტურისტული კონტინგენტია ჩართული, თუნდაც ამის მოხმარებაში. მარიხუანის? თუნდაც მარიხუანის და სუბუქ ეგრეთ წოდებული სუბუქი, ხა თქვენ ნიდერლანდებზე საუბრობთ. მე გეუბნები ნიდერლანდების მაგალითს. არა, კი ბატონო, ნიდერლანდებში, კი ბატონო. ანუ აპოლიტიკას რა მოაქვს ეს არის საინტერესო აი ეს ლიბერალიზაცია. მივიდივართ უყურეთ როგორ ჩიხამდე, იცით რომ ან უნდა კონდეს კარდინალურად ასეთი მდგომარეობა, ან აბსოლუტურად ლიბერალ ხო, სადაც იყიდება, ანუ ასე არ შეიძლება მიდგომა. უყურეთ, მე სწორედ მომეწონა ეს დამოკიდებულება, ამის ბრიფინგი, როდესაც გააკეთა ბატონმა მამუკამაც გააკეთა, მე ჩვენებმაც ცალკე ისაუბრეს ამასთან დაკავშირებით და შემდეგ ვკითხულობ სულ ამაზე, რომ ეს უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა. აქ არ არის საუბარი, რომ მხოლოდ გამკაცდა და კანონი და დამთავრდა მე რა თქვენ თავს თქვენ თვითონ უშველად. აქ უნდა იყოს რესოციალიზაციის პროგრამა ჩართული, აქ უნდა იყოს განათლების პროგრამა ჩართული, იმიტომ რომ აზრი არ აქვს არანაირ კანონს, ყველა კანონი იქნება მკვდარად შობილი, თუ კი ამ კანონს ასეთ სოციალურ საკითხს გულისხმობ. მე არ ახლავს რესოციალიზაცია და არ ახლავს განათლების კომპონენტი. ეს არის წარმოუდგენელი რამ. და ამიტომ საუბრობ მე რომ რეალურად არის აუცილებლად, იმიტომ რომ ამის იქით გაიოლება, გალიბერალება არ არსებობს პროცესის, იმიტომ რომ ჯერ ერთი მაშინ სახელმწიფომ უნდა დაიწყოს, ხა წარმოიდგინეთ რა დონეზე მივიდეთ, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს დიფერენცირება, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ხარისხის მართვა, რისი, იმისი სინთეზური მარიხუანის და ბუნებრივი მარიხუანის, ანუ ძალიან დიდ აბსურდამდე მივდივართ. სადღაც არის ქვეყნები, კი ბატონო, სადღაც არის ქვეყანა, მაგალითად ამერიკის ერთ-ერთ შტატში, ხა ცოტა სასაცილო მაგალითი მომყავს, მაგრამ ძალიან ავთენტურია ასეთ შემთხვევაში. მართლა გეუბნებით, არის ერთ-ერთი შტატი, რომელშიც არის აკრძალული ულვაშის და წვერის დარება. ახლა კითხვას გისვავთ გურჯაანში ან დედოფლის წყაროში, კახეთში უფრო, კახეთთან არის, ჩემსკენ არის უფრო ავთენტური, ხო? ულვაში და იქ რო აკრძალო. ახლა ცოტა სასაცილო არ არის ეს დამოკიდებულება. ამიტომ ვსაუბრობ მე რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ რეგიონიდან, ჩვენ უნდა გამოვიდეთ მენტალობიდან, ჩვენ უნდა გამოვიდეთ ხასიათიდან, ჩვენი სოციუმიდან უნდა გამოვიდეთ და არა ნიდერლანდელი ახალგაზრდა სტუდენტი როგორ უყურებს ამ საკითხს. ეს წარმოუდგენელი რამ არის. იმიტომ ვსაუბრობ რომ იქ ტურისტები უფრო მეტი მოიხმარენ, ვიდრე ადგილობრივები, რეალურად, იმიტომ რომ იციან ადგილობრივებმა რეალურად რა ნაგავია. და რეალურად ამაში ფულს შოულობენ სხვა ქვეყნიდან რაღაცა ესე უკაცრავად ამ სიტყვაზე და რაღაცა გახარებული ახალგაზრდების სირბილო თურმე იქ ლეგალურია და ჩავიდეთ გავსინჯოთ. აი ასეთ კონტინგენტზე შოულობენ ფულს. და ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს ექსპერიმენტი და მე გეტყვით რომ 13 წლამდე რომ ჩამოიწე შეიძლება 11 წლამდე ჩამოვიდეს თუ კი ჩვენ დაუშვებთ ასეთ სიგიჟეს. დიახ, ჩემთვის ეს სიგიჟეა. ამიტომ არის საჭირო რომ აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კანონი. დიახ, ძალიან სწორია რომ გამყიდველი რეალიზატორი უნდა გაუთანაბრდეს მკვლელს. ხო, ნუ აქ საუბარია რეალიზატორებზე, რა თქმა უნდა, რეალიზატორებზე უნდა მოხდეს რესოციალიზაციის პროგრამა, უნდა ჩაერთოს განათლების კომპონენტი და ესე რაღაცნაირად საერთო ჯამში რაღაცა სამკუთხედით უნდა მოვახდინოთ რეალურად ამ პროცესის შექცევადი რომ გავხადოთ. ნახოთ, კი ბატონო, რეალურად არის ძალიან საშინელი მდგომარეობა. ჩვენ ძალიან მარტივად უყურებთ ამას. მე მესმის, იყო რამდენიმე მაგალითად ნაცნობმაც თქვა, რომ ვიღაცა ტაქსის მძღოლია ის იმითი შოულობსო, იმას და სადღაც რო ქონია ჯერ ერთი უყურე მართვის პროცესში, როდესაც გააჩერებენ და ის ტესტს გაიკეთებს, თუ მართვის პროცესში ის იღებს ნარკოტიკულ საშუალებას, ამ შემთხვევაში მას ჩამოართმევენ. დიახ, თუ ნასვამი ხარ მაგ დროსაც ანალოგიურზეა დამოკიდება. როდესაც შენ საზოგადოებას ემსახურები და გარკვეულ წილად რაღაც რის შემცველ სამუშაოებს ახორციელებ და ამ დროს შენ არ გინდა ფხიზელი იყო და რაღაცა მაგალითები მოგაქვს. ჩვენ თუ ასე დავიწყეთ ახლა დევნა ასეთ მაგალითებზე, მივალთ სიგიჟეებამდე, რომელ სიგიჟეებამდეც მივედით აი კვირიკაშვილის დესანტის დროს. პარლამენტი რო გამოტენა ლიბერალური დესანტი. მაშინ ხო იცით რას ამბობდნენ? ძალიან მოდაში იყო ის, გადაცემებს რო აკეთებდნენ. თქვენ მოწეული გაქვთ მარიხუანა. დიახ, აჰუ, იცით რა, არაფერი მსუბუქი გადაცემებს აკეთებდნენ. და ეს ადამიანები ჩვეულებრივად პროპაგანდას უწევდნენ ამ ყველაფერს. ამიტომ ვსაუბრობ მე რომ არარსებული ტიპები მოიყვანა ჩასვა დანიშნა მთავრობაში, მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურაში, ჩასვა პარლამენტში, რომლებმაც აბსოლუტურად მოიხსნეს ყველანაირი ვალდებულება და დღეს ეს უპასუხისმგებლო ტიპები უკაცრავად აი ამ
სიტყვაზე დგანან ქუჩაში და ხელს იშვერენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველაზე უპასუხისმგებლო საზოგადოება. კარგით, მოდით საგარეო თემაზეც მინდა კითხოთ, ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის. პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო გუშინ. მირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. ამაზე გამოხმაურებაც იყო ოპოზიციაში, რომ იმდენად არის დაზიანებული ეს ურთიერთობა, რომ წარმოუდგენელიაო და მხოლოდ ლეგიტიმური ხელისუფლებით შემთხვევაში, გასაგებია ოპოზიცია ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე საუბრობს და არის ძალიან დიდი ბზარი. თქვენ როგორ უყურებთ ამ ურთიერთობების განახლებას, რამდენად შესაძლებელია დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მით უმეტეს და იმ ვითარებაში, რა ვითარებაში დღეს ქვეყანა იმყოფება, პრაქტიკულად ურთიერთობები არ გვაქვს სახარბიელო შტატებთან. ხო, ნუ ახლა თუ განსაზღვრავთ ჩვენ რაღაცა ერთი კუთხით, სამწუხაროდ კონტექსტიდან უნდა გამოვიდეთ, წინა ადმინისტრაციამ აბსოლუტურად ყველაზე მაქსიმუმი გააკეთა თუ რამე ისტორიული ურთიერთობის დაძაბვა, გაფუჭება, აბსოლუტურად არაორდინალური გადაწყვეტილებები არსებობდა, ყველაფერი მიიღეს. და შესაბამისად ამან გამოიწვია ის თუნდაც რომ დღეს ჭირს, მაგრამ იწყება პროცესი თუნდაც ქალბატონი ელჩის და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაც ამის მომასწავებელი ხო ახლა იქ საუბარი ახლა რას საუბრობენ ეს საკუთარ სექტას და უკაცრავად ამ სიტყვაზე უკაცრავად საკუთარ ბაბს აჯერებენ იმას რომ თურმე ტრამპმა დანიგანს უთხრა რომ შენ უთაილაპარაკე ახლა მაგაბოჭორიშვილს და უთხრა რომ აუცილებლად პოლიტპატიმრები ვადამდელი არჩევნები და ასე შემდეგ და როგორ გონია არა ეს არ გავრცელებულა ახლა არა ამას აუცილებელი არა საელჩომაც გავრცელა ოფიციალური ინფორმაცია ამას მოაბეს ოპოზიცია აბავს ამას რომ რეალურად აი ეს უთხრა და ამისთვის ვადამდელ არჩევნებზე იყო იქ საუბარიო საუბრობენ ამას ნუ ამ აბსურდს ეს არის პირველი ნაბიჯი იმის რომ რეალურად ამერიკის ხრიდან არის მზაობა რომ ნელ-ნელა გადაიტვირთოს პოლიტიკა. კი, რა თქმა უნდა, ამას და არაერთხელ მithქვამს მე რომ ამას ერთ დღეში და ორ დღეში არ მოხდებოდა და ნელ-ნელა უნდა დაიწყოს პროცესი. პროცესის დაწყება ის რომ ჩვენი წარმომადგენელი ელჩი აუცილებლად უნდა იქნას თქვათ გაგზავნ პროტოკოლს გულისხმობ ხო? შემდეგ უკვე წარმომადგენელს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ვის გამოგზავნის თქვათ კავკასიის საკითხებში ტრამპის წარმომადგენელი ვინ იქნება ძალიან ბევრი კომპონენტია აქვს საუბარი. ძალიან კარგი შეხვედრა იყო მაგალითად გუშინ, როდესაც თულსი გაბარდს შეხვდა პირისპირ არაერთხელ და სუფრასთანაც მოუწია ქალბატონ მაკაბოჭორიშვილს ჯდომა და დამიჯერეთ რა რომ ეს ასე არ ხდება, მე და თქვენ გადავწყვიტოთ ახლა მოდი ჩვენ იქით კუთხეში დავსხდებით თუ აქეთ კუთხეში დავსხდებით ისიც პროტოკოლია. ნუ საინტერესო ქალბატონმა კაროჩამოვა ალბათ ამ თემებზე უფრო ეს იწყება პროცესი. ახლა შეიძლება ამ პროცესში რადიკალური ოპოზიცია ექსტრემისტების გადაწყვეტილებას, ხო? ეს ადამიანები ხედავთ რომ ნელ-ნელა ცდილობენ რომ რაღაცნაირად ახალი ნარატივის შექმნან, ამას სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ახლა, რომ ერთი რომ ლიდერის მანტია მორგებული იყოს და ბოლომდე რაღაცნაირად ეს ლიდერის ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ლიდერის ბერკეტები არ გაუშვას ხელიდან და ცდილობენ ახლა რომ თითქოს ამერიკის ფაქტორი გაიყვანონ თამაშიდან და შემოიყვანონ მხოლოდ ევროპის ფაქტორი. იმიტომ რომ გაგახსენებთ მე გახარიამ რო თქვა რომ 20 იანვრამდე უნდა მოვასწროთ ყველაფერი 20 იანვარი იყო ტრამპის ინაუგურაცია და ჩვენ მივხვდით ხომ ყველამ რომ რატო იყო ოპოზიცია განსაკუთრებულად გამზაფრებული 20 იანვრამდე იმიტომ რომ თუ კი ტრამპის ქმედით უნარიანობამდე მოახერხებდნენ რაღაცას მოახერხებდნენ ყველო. როდესაც ტრამპი უკვე სრული პასუხისმგებლობით ჩაერთო პოსტზე და დაიწყო მისი პოლიტიკა, რაც ის აბსოლუტურად აცდენილი იყო ამ პოლიტიკას. არიან ოპოზიციას გულისხმობა, აი სალომე ზურაბიშვილმაც ხომ მიწერა გუშინ წერილი. ეხა უყურეთ მან რას აკეთებენ ძალიან პრიმიტიულ დონეზე გეტყვით და ცოტა ხანში აი თქვენს ნახავთ და მეც ნახავ მაგას თუ განცხადებებს არ დაიწყებენ რომ ტრამპმა პუტინთან გადაწყვიტა რომ საქართველო დაუტოვოს პუტინს. ძალიან უხეში ენით, აი ძალიან პრიმიტიული ენით გიხსნით და იქნება ასე. რომ პუტინს ჩაგვაბარა ტრამპმა. რომ ტრამპი ცუდად ეს გადის, კი, ამის ის მიდის ახლა, პედალირება მიდის ამ პროცესს და ერთადერთი საშუალება არის კაია კალასის და ფონ დერ ლაიენის ევროპამ გვიშველოს. იმიტომ რომ რეალურად ერთადერთი ტრიბუნა, საიდანაც
რაღაცა ვიწროვდება ეს წრე, ხომ? რეალურად დაიწყო თქვათ ამერიკა, შემდეგ თქვათ რაღაცა აქტორები იყვნენ, კანადაც, ყველა იყო ჩართული. ერთადერთი დარჩა ახლა ბრიუსელი, რომელიც მაინც ცდილობს რაღაცნაირად ჩვენზე გავლენა მოახდინოს და მაინც რაღაცა თითი გვიქნიოს. ესეც ვიწროვდება და მიდის ახლა ესტონელ, ლიეტუელ, ლატვიელ პოლიტიკოსებამდე ჩამოვიდაგენ ლანდბერგის ვიზიტის არ იყოს, ხო? აქამდე ჩამოვიდა რომ რამენაირად არ დაკარგონ ის ფაქტორი, რა ფაქტორითაც დღევანდლამდე მოვიდნენ. ამიტომ საუბრობ რომ ეს ოპოზიცია არის აბსოლუტურად დოტაციაზე ევროპის დასავლეთის საზღვარგარეთის პოლიტიკურზეც და ფინანსურზეც. თუ მათ ეს დაკარგეს, აბსოლუტურად განულებულები არიან. ერთადერთი საშუალება არის ეს, რომ რეალურად მათ ტრამპთან გზები და ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერ გამონახეს. ამიტომ გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ეს რაღაცნაირი გავლენა, პოლიტიკური გავლენა საქართველოზე მოქმედებს, ოღონდ თვითონ სარგებელს ვერ ნახულობენ ამაში და ცდილობენ ახლა რამენაირად ეს ნარატივი ამოწიონ, რომ ტრამპმა პუტინთან გაიყო რა მოკლედ ცუდი ტიპია ეს ტრამპი, მაგრამ ამერიკას თავის გზა დავარებთ, ანუ დროშებს ნელ-ნელა ჩამოხსნიან ამერიკისას და დაიტოვებენ ახლა ბალტიისპირეთის ქვეყნების დროშებს და ევროკავშირის დროშას, რომ იქნებ მხოლოდ ევროკავშირი იყოს როგორ გითხრათ, მთავარი დირიჟორი იყოს პროცესებში, რადიკალურ პროცესებში იყოს მთავარი დირიჟორი. არა, ნუ ხა ევროკავშირმა ბრიუსელმა მიიღო გუშინწინაც იმის წინაც რეზოლუციები და საერთოდ არ გვადარდებს აბსოლუტურ უმრავლესობას. და ახლა სალომე ზურაბიშვილს ადარდებს თუ არ ადარდებს, აგერ 31 მარტს შეიკრიბონ და დარდები გაუზიარონ. საინტერესო 31 მარტის აი ბოლოსკენ გიკითხებით ორი სიტყვით რომ მითხრათ 31 მარტის შეკრებას. არ ვიცი 31 მარტს ახლა ხუმრობით მინდა თქვა რა ვიცი, მიაღწევენ ცოცხლები საერთოდ ეს ადამიანი დახოცეს ერთმანეთი. ხაბეიშვილი რაღაცა ხაბეიშვილში მან გაიღვიძა რაღაც პრომეთემ გაიღვიძა და დაერია აბსოლუტურად თელ ოპოზიციას იქ გახარია კალანწყა იქ ყველა ვინც ანუ ფიქრობ რომ ეს ერთობა უკვე ნუ ერთობაც აღარ არის პრინციპში ეს ერთობა რეალურად მაგრამ ოპოზიცია ხო ერთიანად მოიაზრებოდა არა მიხვდნენ რომ რეალურად უყურეთ მიხვდნენ იმ სისულელეს რა სისულელეშიც შეყვნენ სალომე ზურაბიშვილს მიხვდნენ ამას რომ სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი იარაღი რომელსაც შეეძლო რომ ბოლომდე გაეტანა საკითხი და აბსოლუტურად არალეგიტიმური ბჭყალებში არალეგიტიმურად დაეტოვებინა ხელისუფლება რომელი პროცესიც მიაღწევდა ახალ არჩევნებს ხო ამით კვებეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიხვდნენ ეს ადამიანები რომ ბითურია რეალურად პერსონა ხა პიროვნულად არ ვიძახი პერსონა პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილი და აგერ გუშინწინ თუ ეზახოდნენ თამარ მეფე 2 დღეს აღმოჩნდა მოღალატე 3 მოღალატე 4 ანუ უკვე დაიწყეს ლანძო ამიტომ საუბრობ მე რომ რეალურად ეს ადამიანები აღმოჩნდნენ ჩიხში სადაც თქვა თავიდან დავიწყეთ საუბარი რომ მათ პარლამენტში ბევრად მეტი შანსი ჰქონდათ განვითარების და საკუთარი პერსონების და პოლიტიკური პროცესის გადარჩენის ვიდრე ქუჩაში და ახლად განან და უყურებენ პროცესს სადაც სალომე ზურაბიშვილი ცდილობს რაღაცნაირად გმირი გახდეს ვითომ გმირი მთლიანად ჩაიბას ეს პროცესი და ეს ადამიანები ხვდებიან რომ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მათ გასახანი არ აქვს და რაღაცნაირად ცდილობენ ისევ ეგრეთ წოდებული ზეწრის გადათრევას კი ბატონო ჩვენ დრო ამოიწურა საინფორმაციო დრო მოგვადგა დიდი მადლობა მინდა გითხრათ დღევანდელი საუბრისთვის ხალხის ზალის წევრი ზურაბ ქადაგიძე იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი აქვე შევახსენებ რადიო მსმენელებს რომ დღეს 9 საათზე იქნება მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და სომხეთის ნაკრებს შორის ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებთ ველოდებით გამარჯვებას და მე გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე დიდი მადლობა ყურადღებისთვის